რუსთაველის თეატრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმის სახელწოდებით „წამი, წამება, წამიერება“ ექს-პრეზიდენტის გარდაცვალების წლის თავს ეძღვნება. მასში სატელევიზიო ინტერვიუები, საარქივო ფოტოები და კინომასალაა გამოყენებული. დოკუმენტურ ფილმში ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ყველა მნიშვნელოვანი მომენტია ასახული. 2004 წელს ედუარდ შევარდნაძემ დაწერა მემუარები და აი სწორედ ეს მისი ტექსტი არის საფუძველი ამ ფილმის. ეს არის ფაქტურად ბიოგრაფიული ფილმი, რომელსაც ფაქტიურად თვითონ ედუარდ შევარდნაძე უძღვება. მასთან ვიმუშავეთ 11 წელი 1992 წლიდან 2003 წლამდე 23 ნოემბრამდე სხვათა შორის ბოლომდე. და უნდა გითხრათ, რომ მე ამ წლებს ვიხსენებ ზოგ ეპიზოდს სიამოვნებით, ზოგს უსიამოვნოთ. ეს იყო ადამიანი, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს ქვეყანას ადგილი, ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა და რა თქმა უნდა ის ობიექტური ცნობები, რასაც ბიოგრაფია და დოკუმენტური ფილმი მოიცავს, კარგია რომ ეკრანზე აისახება და რაც მთავარია შემოენახება ახალ თაობას.